მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძრის წინამძღვარი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი. დაგლოცეთ, მამაო. დაგლოცოთ. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, ჩემთვის დიდი პატივია თქვენი ჩვენთან სტუმრობა და ჩვენი წინა გადაცემა შეეხებოდა მამამთავრებს და ისეთი ცოტათი უკმარობის განცდა დაგვრჩა, რადგანაც ძალიან დიდია მასალა და ძველი აღთქმარი ძალიან საინტერესო. ბევრი რამის საფუძველი იქიდან მოდის სწორედ და ნაკლებად იცის, ახალ სახარებას უფრო კითხულობენ ადამიანები. და ის აქცენტები, რომელიც ჩვენ გვინდოდა მაშინ, დღესაც იგივე, ეს არის ოჯახი, მამაშვილობა, დედაშვილობა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ინსტიტუცია ოჯახი, როგორი ღმერთმა ადამიანი ოჯახად შექმნა, ადამი და ევა და ეს ურთიერთობები მეუღლეებს შორის, მეუღლეებსა და შვილებს, მშობლებსა და შვილიშვილების სამი ყველა თაობას შორის ურთიერთობა არის გადამწყვეტი, ეს არის ის ქვაკუთხედის ფუნდამენტი, რომელზედაც დგას კაცობრიობა, კაცობრიობის მორალი, ზნეობა და რაღაცნაირად თითქოს ამ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია ოჯახი, სადაც ყოველთვის გიხარია რომ მიხვიდე. და ჩვენ გავჩერდით მამამთავარ იოსების ისტორიაზე და ძალიან საინტერესოა სწორედ იოსებისა და იაკობის ურთიერთობა, მისი და ძმების, რას გვასწავლის ეს ჩვენ. ძალიან ადამიანურია, ყველა შეცდომით, ყველა დაცემით, ადგომით და ის ღვთის განგებულება არაჩვეულებრივად ჩანს ძველ აღთქმაში. აი იოსებზე რომ მოგვახსენოთ. დიახ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩემთვისაც სასიამოვნოა ქალბატონო მარინა თქვენთან სტუდიაში ყოფნა. ჩვენ გარდა იმისა, რომ ეკლესიიდან გვაქვს თბილი და ესეთი ურთიერთობები, ჩვენ ისედაც დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და ყოველთვის მიხარია თქვენთან ერთად სტუდიაში ყოფნა. მადლობა. მე სიმართლე გითხრათ, აი ამ თქვენმა თხოვნამ, რომ ამაზე გამეკეთებინა აქცენტები, აი ამ ოჯახის წევრების ურთიერთობებზე, თქვენ მიკარნახეთ და თქვენ გადამაგმევინეთ ეს ნაბიჯი. როდესაც მე ვსწავლობდი თავის დროზე ძველ აღთქმას და შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში პედაგოგიურ საქმიანობას ვეწეოდი თბილისის სასულიერო აკადემიაში. გულწრფელად გეტყვით, ამ ნიშნით არ ვაფასებდი. მე უფრო ესეთი ეგზეგეტიკა, თეოლოგია მაინტერესებდა და აი ახლა უფრო მეტად ჩაუღრმავდი აი ამ ურთიერთობებს და მამამთავარი იაკობის და იოსების ისტორია არის საოცარი დემონსტრირება ამისი, როგორ უყვართ მათ ერთმანეთი და როგორ განიცდიან ისინი უერთმანეთოდ ყოფნას. ჩვენ წინა გადაცემაში ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, რომ იოსები აი ამ ჟამთაუ სიავისა გამო თუ ძმების ღალატისა გამო აღმოჩნდება ეგვიპტეში. ეს როგორ ჩანს ბედისწერა იყო, ეს ასე უნდა მომხდარიყო, ამას ჩვენ შემდეგ ვნახავთ, როდესაც ძმები ფიქრობენ, რომ იოსები მათ დასჯის ამის გამო, როდესაც ისინი ფაქტიურად მის დაქვემდებარებაში გადავდნენ და მას აი სიზმრების ახსნის არ იყოს თაყვანს ცემენ მას. მათ ჰქონდათ ეს შიში, ქვეცნობიერად, რომ ის ამის გამო მათ არაპატიებდა და შესაძლებელია ისინი დაესაჯაკიდევაც, მაგრამ ჩვენ აქ ვნახავთ, როგორი ესეთი დედმამიშვილური ნატიფი გრძნობები არსებობს ამ ადამიანებს შორის. ჩვენ საუბრობთ ქალბატონო მარინა 3500 წლის წინანდელი ისტორიაზე, ეს ხდება დაახლოებით ქრისტეს შობამდე 15 საუკუნით ადრე. და აი ჩვენ დავინახავთ, როგორი სიყვარული აქვს დედმამიშვილებს და რა თქმა უნდა მშობლებთან მიმართებაში. რაღაცით ხომ არ არის იოსების ეგვიპტეში მოხვედრა წინასახე მაცხოვრის ეგვიპტეში? დიახ, ამაზე აუცილებლად დავაკეთებ აქცენტებს. ეგვიპტე უცხო არა ებრაელებისთვის, აბრაამიც იყო ჩასული ეგვიპტეში და იოსებსაც მოუწევს ეგვიპტეში ჩასვლა.
ეს თითქოს მეორდება ეს ისტორიები, მაგრამ მეორდება, იმიტომ რომ ალბათ უფრო თვალსაჩინოდ დავინახოთ რა როლს ასრულებს ეს ქვეყანა ისრაელისათვის. როდესაც ის აღმოჩნდება ეგვიპტეში, ამ დროს იყო ის 17 წლის, როდესაც მეებმა გაყიდეს ის და აი როდესაც ადამიანს ღვთის დაავლათი დაყვება თან ხო, აი სადაც არ უნდა წავიდეს, აი ქვაზეც რო დასვან, ის აუცილებლად თავის ადგილს იპოვის. და იმდენად მოეწონა იგი ფარაონის ერთ-ერთ მსახურს პოტიფარს, რომელიც მას შეიძენს და მასთან ერთად გაატარებს რამდენიმე წელს იოსები, რომ თავისი სახლის გამგებლათაც კი დაადგეს, იმდენად ენდობოდა მას. წმინდა მამები ამბობენ, რომ სადაც მიდიოდაო მართალი ადამიანიო, იქ თავისი მადლი მიქონდაო. მიუხედავად იმისა, რომ ის ეგვიპტელი იყო და აბსოლუტურად განსხვავებული რელიგიური მრწამსი ჰქონდა მას, ამ სახლში შეიტანა იოსებმა თავისი სისპეტაკით და იმ სულიერებით, რომელიც მას ხორცს, ძვალში და რბილში ჰქონდა გამჯდარი. მაგრამ სამწუხაროდ როგორც ამბობს დიდი პოეტი, მაგრამ ხანგრძლივი სოფელი გაახარებს ვინმესგანაო. აქაც საფრთხე აღმოჩნდა პოტიფარის ცოლის სახით, რომელიც მასთან ურთიერთობის სურვილს მოინდომებს, გამოთქვამს და ამას შეეწინააღმდეგება იოსები ძალიან კარგ განმარტებას აკეთებს წმინდა ეფრემასური. ისეთი დარიგება ჩაუტარა ამ ქალბატონს. პირველი მას მიანიშნა, რომ მეო შენი ქმრისგანო იმხელა ნდობა მივიღე ამ სახლშიო, რომ ამის გამო ჩვენ შორის სხვა არაერთი ურთიერთობები არ შეიძლება რომ იყოსო. მას მიუთითა, რომ ის ქალია და დედაა და ოჯახის სიწმინდეზე უნდა იფიქროს. მოკლედ დამოძღვრა იგი, მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა, იმიტომ რომ სხვათა შორის მე წავიკითხე ძველ ქრონიკებში და ასეთი აზრი გამოჩნდა, რომ ეგვიპტელი ქალები ზნეობრივად ძალიან არაჯანსაღები იყვნენ. და არა თუ ამ ქალის სურვილი რომ ასეთი იყო, სხვა ქალებსაც ახასიათებდა თურმე ეს და ეს მიუთითებს აი ამ წარმართობის რაღაც საშინელებაზე, რომ არანაირი ზნეობრივი ნორმები და მორალი მათთვის არ არსებობდა. და აღმოჩნდა ისე, რომ სამოსელი შემორჩება ამ ქალბატონს იოსების მოსასხამი, რომელთაც ის იყო შემოსილი და მან ყვირილი დაიწყო. ეს ორივე ფაქტი ადასტურებდა, რომ იოსები დამნაშავე იყო. ბიბლია არ ამბობს სამწუხაროდ იმართლა თუ არა იოსებმა თავი. ესეც შეიძლება ის ღვთის პროვიდენცია იყო, რაზეც ჩვენ ადრეც საუბრობდით, რომ მისი საქმე, ანუ მისი დიდება სადღაც აქედან უნდა დაიწყოს, ისევ ჭიდან უნდა დაიწყოს. ეგვიპტელები ბორს უწოდებენ ჭას, ანუ ორმოს, სადაც მას ჩააგდებენ. ეფრემასური ამბობს, რომ პოტიფარსო რომ დაეჯერებინაო თავისი ცოლისთვისო, რომ იოსები იყო ამ ურთიერთობის ინიციატორიო, ხო? მაშინ მას აუცილებლად სიკვდილის დასჯა ემუქრებოდა, რადგანაც კანონი ასეთი იყო. მან იოსების თავი არ უმართლებია იოსებს, ამას აშკარად ხედავთ ბიბლიიდან, მაგრამ მანო ალბათო თავის ცოლს არ დაუჯერა უფრო რაც იქ მოხდა, მაგრამ ის როგორც ჩანს რაღაცას ანგარიშს უწევდა და ამიტომაც გაწირა ის საპყრობილისათვის. ეს საპყრობილეც აუცილებელი იყო იოსებისათვის, რადგანაც აქედან უნდა დაიწყოს მისი დიდება. საპყრობილის მთავრის გულიც კი მოიგო მან და საპყრობილეში მყოფთა ზედამხედველად დაადგინა ის საპყრობილის მთავარმა. აი აქაც ნახეთ, იქ პოტიფარის სახლში ასეთი დაფასებული, იქაც ასეთი დაფასებული. და ეხლა იწყება ყველაზე მთავარი. ნუ იქ საპყრობილეში შედის ორი პატიმარი, ერთი არის პურის მნე, ასე ვთქვათ, ვინც პურით უზრუნველყოფას ეგვიპტის ქვეყანას და მეორე არის ღვინის მნე. აი თქვენ მკითხეთ და ნახეთ, უკვე გავხსენით ნელა-ნელა, რომ პური და ღვინო ფიგურირებს აქაც.
მათ ნახეს სიზმრები. წმინდა წერილი არ ამბობს რა დანაშაულისთვის აღმოჩნდნენ ეს ადამიანები იქ. ერთი ამბობენ, რომ შესაძლებელია ისინი უხარისხო პროდუქციას აწარმოებდნენ და ეს გახდა მათი დასჯის მიზეზი, მაგრამ ეს ნაკლებად სარწმუნოდ შეიძლება მივიჩნიოთ, რადგანაც უფრო მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს ფარაონის მოწამვლის ცდელობა. ამასაც ასახელებენ, ასე რომ ეს მეორე ვერსია ალბათ უფრო მისაღები შეიძლება იყოს. ისინი ნახავენ სიზმრებს შესაბამის ღვინოსთან და პურთან დაკავშირებით, ამას აღარ ჩაუღრმავდები, ბევრ დროს წაიღებს ეს. და იოსები როგორც სიზმართან ბრძანებელი ის გადაუთარგმნის მათ აი ამ სიზმრებს ღვინის მნეს ეტყვის რომ ის გათავისუფლდება პატიმრობიდან და პურის მნეს სამწუხარო მომავალს უწინასწარმეტყველებს რომ მას სიკვდილით დასჯიან და მართლაც მას ჩამოახჭობენ. ერთი რამ კი უდავოდ უნდა აღვნიშნოთ რომ როდესაც გადაუთარგმნის ამ იგავს იოსები მას უფრო სწორედ სიზმარს მას ეტყვის რომ სიტყვა შეაწიოს თავის დროზე როდესაც ამისი საშუალება იქნება როდესაც ის დატოვებს საპყრობილეს და მან ეს დაივიწყაო. წმინდა მამები ამბობენ რომ ადამიანზე დაამყარაო მან სასოებაო და ამიტომაც ეს ადამიანი წავიდა თვითონ გათავისუფლდა და იოსები არ გახსენებია, მაგრამ ჩვენ წინა გადაცემაში ვთქვით რომ ეს საჭირო იყო იმისათვის რომ როგორც იოანე ოქროპირი ამბობს მარჯვეჟამი დამდგარიყო იმისათვის რომ იოსები მთელი დიდებით წარმოჩენილიყო იქ ციხიდან ამოსული. ამოსულს იმიტომ ამბობ რომ ჭაც აი ამ სიღრმეში ჩასვლასთან ასოცირდება. თქვენ ქალბატონო მარინა ფსიქოლოგი ბრძანდებით და სიზმრებთან დაკავშირებით ძალიან ხშირად ალბათ თქვენ გწიწევთ შემხებლობა ისე როგორც ჩვენ. რატომღაც ხალხს გონიათ რომ მღვდლებმა სიზმრების ახსნა უნდა ვიცოდეთ. სინამდვილეში ეს ასე არაა. სიზმარი ამიტომ თქვი ჩემზე კარგად იცით ეს ძალიან უცნაური მოვლენა ადამიანის ძილის მდგომარეობაში მიღებული ინფორმაციები, ხილვები, ფრაგმენტები, ასე შემდეგ. ხშირად უკითხავთ ხოლმე ჩემთვის, რომ უთქვამთ, რომ აი სიზმარი ვნახე და მინდა მოგიყვეთ, როგორც მღვდელს. და მე ვეტყვი ხოლმე, რომ რა ვიცი, სრდილობის გამო მოგისმენთ მეთქი, მაგრამ სიზმრების ახსნა ნამდვილად არ ვიცი მეთქი. მართლაც არ ვიცი, სიზმარი ასევე უცნაურია ძველი აღთქმის ცხოვრებისთვის დამახასიათებელი, იმიტომ რომ სულ 8 სიზმარი ვიცით ჩვენ წმინდა წერილიდან. აქედან ერთი ეს სიზმრა მამამთავარ იაკობს, იოსების მამას, ერთი ეს სიზმრა მანამდე ერთი ეს სიზმრება შემდეგ სოლომონ მეფეთა წიგნებში და 6 სიზმარი არის, რომელთანაც 2 შეეხო უშუალოდ იოსებს, როდესაც მან ყრმობაში ნახა ეს სიზმრები, 2 ეკუთვნის ერთი მის ფარაონის მსახურებს, ღვინის მნეს და პურის მნეს და 2 სიზმარი ეკუთვნის თვითონ ფარაონს. და დანიელს ერთი ნაბუქოდონოსორთან. ეს სიზმარი არა, ეს ხილვაა. აი შემდგომში უკვე წმინდა წერილში ჩვენ ყველგან ნახავთ ხილვას, ჩვენებას, გამოცხადებას და წინასწარმეტყველებას. აღარასდროს აღარ ახსენებს წმინდა წერილი, რომ ეს იყო სიზმარი. ყოველთვის შეიძლება მისდამი დამოკიდებულება. იოსების სიზმრები, ორივე სიზმარი, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ის ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს, მაგრამ მომავალ პერსპექტივაში ის აუცილებლად უნდა გაცხადდეს სხვა განზომილებაში და სხვა სიმაღლეზე უნდა აიყვანოს იგი. რაც შეეხება ფარაონის მსახურების სიზმრებს, ეს სიზმრები ინდივიდუალურია და შეიძლება ითქვას, რომ ეგოცენტრულიც, რადგანაც ის მხოლოდ მათ ეხებათ, იმიტომ რომ მათ კონკრეტული სიზმარი ნახეს და ამ სიზმარიც ახსნა გამოვლინდა იმაში, რომ ერთი დაისაჯა და ერთი გამართდა. რაც შეეხება ფარაონს, ფარაონის 2 სიზმარი ეს არის ზოგად საკაცობრიო მნიშვნელობის, რადგანაც თვითონ ფარაონი არ არის კონკრეტულად ერთი ინდივიდი.
ფარაონი არის დიდი ადამიანი და ჩვენ ლაპარაკობთ ეგვიპტეზე, რომელიც ამ დროს არის თავისი ძლიერების ზენიტში. ამიტომაც ფარაონის სიზმარს, ამიტომ თქვი, რომ ის ზოგად საკაცობრიო მნიშვნელობის არის. ეგვიპტე გადაჭიმულია მთელს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, მას ბევრი ქვეყანა ყავს დაპყრობილი. აი როგორც შემდგომში რომის იმპერია იქნება, ასე იქნება მანამდე ეგვიპტის იმპერია. თვითონ ფარაონი ნიშნავს ეგვიპტური სიტყვა და ის ნიშნავს დიდ სახლს. აი დიდი სახლის გამგებელია იგი, ანუ შეიძლება მთლიანად დასახლებულ სამყაროსაც კი გულისხმობდა, რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ რომის კეისრები თავს წარმოიდგენდნენ სამყაროს ბრძანებლებად და მათ ხატავდნენ ხოლმე ტილოებზე, ესეთი მორჭმულები იჯდნენ ისინი და გადაჰყურებდნენ მთელ სამყაროს, ეს იყო დასახლებულ ნაწილს მთლიანად რომის კეისარი აკონტროლებდა. დაახლოებით ისეთივე მდგომარეობა შეიძლება განვიხილოთ ფარაონთან მიმართებაშიც. ამიტომაც არის, რომ დიდი თავსატეხი გაუჩნდათ ეგვიპტელ მოგვებს იმისათვის, რომ რამენაირად აეხსნათ ფარაონისათვის ეს სიზმრები, მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა. უпроსორეთ ის ახსნა, რასაც ფარაონი ისმენდა, მის ინტერესში არ შედიოდა. ის უფრო სხვა მნიშვნელობის იყო და რადგანაც მას პრეტენზია აქვს, რომ ის არის, ასე ვთქვათ, დიდი ადამიანი და დიდი სახლის პატრონი, კარგად შენიშნავს ამასთან დაკავშირებით თომას მანი თავის რომანში იოსები და მისი ძმები და სახელმწიფოებრივ სიზმრებს უწოდებს იგი მას. ანუ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა ეს სიზმარი. აი ახლა გაახსენდება ღვინის მნეს იოსები, როგორც ჩანს, უნდა რომ ასიამოვნოს თავის უფალს ფარაონს და ეტყვის, რომ აი საპყრობილეში არის ასეთი და ასეთი ადამიანი, რომელმაც მე თავის დროზე კეთილად გადმომითარგმნა ეს სიზმარი და იქნება მას ვკითხოთ. აი ამ დღეს ელოდებოდა იოსები, ამიტომ აღმოჩნდა ის საპყრობილეში. ამასაც შენიშნავენ მამები, რომ ღვინის მნე, როდესაც გამოვიდა ციხიდან და მაშინვე ეთქვა, რომ აქ ეს ადამიანია და ის მართალია და უდანაშაულოდ ზის იქ, ეს შეიძლებოდა დაფარული დარჩენილიყო, რადგან 2 წლის მერე კაცმა არ იცის რა მოხდებოდა და ამიტომ დარჩა გახდა აუცილებელი, რომ იოსები იქ ყოფილიყო აი ამ კიდევ 2 წლის განმავლობაში, რომ ფარაონს ეს სიზმრები უნდა ენახა. გამოიყვანენ იოსებს საპყრობილედან და წარადგენენ მას ფარაონთან. ის ისე გადაუთარგმნის ამ სიზმრებს და ეტყვის, რომ ასეთი და ასეთი მდგომარეობა იქნება, 7 მოსავლიანი წელიწადი იქნება და ამ დროს უნდა აშენდეს დიდი ბეღლები, სადაც მოხდება 1/5 შეტანა მთლიანი მოსავლიდან და ეს დამარაგდეს უნდა შემდგომში 7 მოუსავლიანი წლის საპირწონედ და ეს დოვლათი უნდა დაგროვდეს ამისათვის, რომ შემდგომში ქვეყანა გადარჩეს და შიმშილმა არ გაანადგუროს ეგვიპტის ქვეყანა. როგორც ჩანს, ფარაონისთვისაც სათნო აღმოჩნდა ასეთი ახსნა. ეფრემასური ამბობს, რომ ისეთი თავმდაბალი იყო იოსები, რომ კი არ უთხრა, რომ მე დამნიშნეო ამ თანამდებობაზე, ვინმე ადამიანი უნდა ნახო შენო ამისთვისო და მან უთხრაო, რომ რადგანაცო შენ მოგცაო, შენ ღმერთმაო ამ სიზმრების ახსნის უნარიო, შენ უნდა დადგინდე ამ თანამდებობაზე და აი მართლაც საოცრება მოხდა. ჯერ ძმებმა განძარცვეს მას სამოსელი, როდესაც ის ჭაში ჩააგდეს და სისხლიანი მიუტანეს მამამის და გული მოუკლეს მამას. ახლა პოტიფარის ცოლმა შემოახია მას მოსასხამი და ასე ჩააგდეს ის ისევ ჭაში, ბორში, როგორც ეგვიპტელები ამბობენ და ახლა გამოდის იქიდან შემოსილი. მას ბეჭედს წამოაცმევს ფარაონი, ისეთ ბეჭედს, რომლის დანახვაზეც ყველა უნდა დაჩოქილიყო,
როდესაც ის გადაადგილდებოდა ეტლით, ისე როგორც ფარაონს, ასე იჩოქებდა მის წინაშე ხალხი, აი რამხელა თანამდებობაზე აიყვანა იგი ძვირფასი ბისონის შემოსამას, ეტლი მისცა მეორე ეტლი, რომელთაც თვითონ ფარაონი მოძრაობდა და მეორე ეტლი, რომელთაც იოსები გადაადგილდებოდა და ალბათ გაგახსენდებათ ჩვენი ერის სინდისი უკანასკნელი დროის საზოგადო მოღვაწე მწერალი გურამ დოჩანაშვილი სამოსელი პირველი გაგახსენდებათ ალბათ ამ სიტყვებს რომ საუბრობ. აი ასეთი შემოსილი, შემკული გამოდის იქიდან, ციხიდან, საპყრობილიდან და აუცილებლად უნდა გავიხსენო ეფრემ ასურის ვრცელი კომენტარი აი ამ საკითხთან დაკავშირებით. ის ყვება რომ როდესაც პოტიფარმა გაიგო რომ ფარაონმა აი ესეთ სიმაღლეზე აიყვანა იოსები, მას შეეშინდა და წამოვიდა და თავის ცოლს ეუბნეო ამას, რომ აი ჩვენ ვინცო ციხეში ჩავსვითო, ეს ადამიანიო ფარაონმა მეორე კაცად დაადგინა ქვეყანაში, ის უკვე ფაქტიურად იოსებს ფარაონის მამას უწოდებდნენ, ესეთი პატივი ჰქონდა მას ქვეყანაში. და ეხლა მას შეუძლია რომ ჩვენზე შორი იძიოსო. თითქოს და ეფრემ ასური იქ იყო და ამას ყველაფერს უყურებდა ისეთი სიზუსტით და ისეთი დაკონურად გადმოცემს ამას ყველაფერს. ცოლმა უთხრაო რომ ის კაციო ჭკვიანი კაციაო და შურის ძიებას არ ჩაიდებდაო გულშიო. მანო როგორც ჩანსო გააცნობიერაო რომ მე რომ მისთვის ცილი არ დამეწამებინაო ის აპრობილეში არ აღმოჩნდებოდაო. შესაბამისად სიზმარსაცო ვერ გამოუთარგმანებდაო ფარაონსო და ამიტომაცო დიდი ალბათობითო ის ჩვენზე შორს არ იძიებსო და ამასაც ამბობს ეფრემ ასური რომ მე ვიყავიო მიზეზიო ამისიო ახლა გამოუტყდა ქმარს რომ მე ვიყავი მიზეზი და არა იოსები აი იმ ინციდენტის რომელიც მათ ოჯახში მოხდა. შენო ეხლაო შენზე რო არ აფიქრონო რომ შენო გული დაგწყდაო იმის გამო და შეგშორდაო იოსებისა გამო მის ეტლს დიე უკანო და მის თანხლებ პირებში იყავიო შენცო რადგანაცო ის შემტრობას არ გაგიკეთებსო. ის ხედავსო რატოც მოხდა ეს ყველაფერი და რატო აღმოჩნდაო ეს ციხეშიო. აი ესეთი საოცარ კომენტარს აკეთებს წმინდა მამა ეფრემ ასური. მართლაც ასე დაიწყება პირველი წელი, ეს მოსავალს შეინახავენ, მეორე წლის, მესამე და ასე შემდეგ და უზარმაზარი დოვლათი დაგროვდება ეგვიპტის ქვეყანაში და დადგება უკვე მერვე წელი, ანუ 7 წელი იქნება ასეთი მოსავლიანი წელიწადი და მერვე წელს ფაქტიურად მოსავალი არ მოვა. ეს კიდევ უფრო განადიდებს იოსების სახეს, იქ რა თქმა უნდა სკეპტიკოსები და კრიტიკოსები ეყოლებოდნენ იოსებს, მაგრამ როგორც ჩანს ელოდებოდნენ ალბათ ნიშნის მოგებით, როდის დამთავრდებოდა ეს 7 წელიწადი და რა მოხდებოდა შემდეგ. რომ არ გამოგვჩეს, როდესაც იოსები საპყრობილედან გამოდის, მას ეგვიპტურ სახელს შეურჩევს ფარაონი. ეს ალბათ იმისთვის, რომ ანგარიში გაეწია სხვებისთვის, ვინც შესაძლებელია, როგორც ეხლა თქვი, შეიძლება ფარაონი რა თქმა უნდა დიდი პიროვნება იყო, მაგრამ მასაც ეყოლებოდა იქ ქურუმები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომლებიც შეიძლება ამის გამო მას აკრიტიკებდნენ კიდევაც. და შეერთავს ცოლად ასინეთს, რომელიც არის ონის ქართული ონი არ გვეგონოს, ეგვიპტის ონია. ონის ანუ ბერძნულად ჰელიოპოლისის მზის ღვთაების ქურუმის შვილს. ასინეთი იყო ქურუმის შვილი. მას შეერთავს ცოლად. შეეძინება მას ორი ვაჟი, მანასე და ეფრემი. მანასე უფროსი იყო, ეფრემი უმცროსი იყო. მაგრამ შემდეგ ჩვენ ბოლოს ვნახავთ, რომ როდესაც იაკობი თავის ძეებს აკურთხებს, ეფრემს დაადებს მარჯვენა ხელს. ეს პრეცედენტები, ასე თქვა, ბიბლიაში ბევრჯერ გვხვდება. თავის დროზე
იაკობსაც ასე მოექცა მამამისი ისააკი, როდესაც ესავე უნდა ეკურთხებინა და იაკობი აკურთხა, აქაც ეფრემი და მანასე შვილიშვილები, როდესაც წარადგინა მათ წინაშე, წარდგენ იაკობის წინაშე, ხელები გადააჯვარდინა და ისე დაადო თავზე და ეს იყო რომ მარჯვენა ხელი მოხვდა ეფრემის თავზე. მანასეზეც თქვა რომ მას დიდი შთამომავლობა ეყოლებოდა, მაგრამ ეფრემი უფრო განდიდებული იქნებოდა. გავასარით მოვლენებს. აი ასეთ ამ დროს, როდესაც უკვე დაიწყო მოუსავლიანი წლები, პირველ წელს არაფერი და მეორე წელს უკვე საინტერესო ცნობას გვაწვდის ისევე ფრემასური, რომ თესლიც აღარ გასცაო იოსებმა, იმიტომ რომ ტყუილად უნდა გადაეყარათ ეს თესლი, რადგანაც მოსავალი მაინც არ მოვიდა და ეს იყო მყარი გადაწყვეტილება, როგორც ჩანს ღვთისაგან, ასე მოცემული, რომ თესლის ტყუილა გადაყრაც არ იყო საჭირო. და ახლა იოსების მოლოდინი რა არის? რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ლოკალური შიმშილობა ეგვიპტის მიწაზე, ეს იყო ზოგადად მოუსავლიანი წლები. და იოსების გული იყურება ჩრდილოეთისაკენ, ანუ ქანაანის მიწისაკენ, საიდანაც ის ელოდება, რომ ადრე თუ გვიან ისინიც ჩამოვლენ აუცილებლად პურის საყიდლად იქ, ხორბლის საყიდლად. ზუსტი ცნობა არ გვაძლევს ვინდა წერილი, სავარაუდოდ მემფისი უნდა ყოფილიყო, სადაც ეს ერთ-ერთი ბაზა იყო აი ამ გაცემის ცენტრი, სადაც იყო, სადაც ხორბალი ჰქონდათ შენახული, სადაც ბეღლები იყო აშენებული, კიდე სხვა ქალაქებშიც იყო, მაგრამ მემფისი იმიტომ ამბობ, რომ ეს ცოტა ჩრდილოეთით არის და შესაძლებელია ტერიტორიულად ეს უფრო ახლოს ყოფილიყო პალესტინის მიწასთან. და ახლა სიგნალიც მოვა. ახლა ხშირად ჩდება ასეთი რაციონალისტებს აქვთ ხოლმე ესეთი კითხვები, როგორ აკონტროლებდა იოსები მას. იოსებს თვალი ეჭირა, რა თქმა უნდა, მის ცნობიერებაში სულ იჯდა ეს, რომ დღეს თუ ხვალ ესენი უნდა გამოჩნდეს, რადგან შიმშილი იქაც არის. იაკობი ეუბნება თავის შვილებს, რომ ამბობენო, გავიგეთო, რომ ეგვიპტეში არისო დიდი მოსავალი და 10 შვილს, თავისად შვილს, ბენიამინს მაინც იტოვებს თავისთან. მაინც არ რისკო იყო იქ წასვლა. როგორც ჩანს, ისინი დამოუკიდებლად ცხოვრობდნენ, შვილები თავიანთი ოჯახებით, ჩვენ საუბრობთ უკვე, იოსები არის ამ დროს უკვე 37 წლის. ის 30 წლის გამოვიდა ციხიდან, 28 წლის იყო, როდესაც ის ციხეში ჩასვეს. 2 წელი გაატარა მან ციხეში. აი თითქმის 10 წელი ის ესეთი პატიოსნებით ემსახურებოდა პოტიფარის სახლს. ბენიამინს იტოვებს სახლში მამა. ბენიამინი ამ დროს არის 25 წლის. ბენიამინი უმცროსია იოსებზე და შევახსენებ მაინც ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ესენი არიან იაკობის საყვარელი ცოლის რაქილის შვილები. იოსები და ბენიამინი. სხვათა შორის, რადგანაც ეს ვახსენე, მინდა აქვე გითხრათ, რომ ზოგიერთი განმარტებელი ამბობს, რომ იოსების უნუგეშოთ დაკარგვის თუ რა ტყუილი ციკადრეს ძმებმა და რაც მამასთან მიიტანეს ეს ამბავი, მთელი ცხოვრება დაღონებული დადიოდაო. და სულ გულში ხინჯად ჰქონდა, რომ რაღაც ისი არ უნდა ყოფილიყო, როგორც ძმებმა აუხსდეს მას, ანუ როგორც შვილებმა მიუტანეს ამბავი და ეს რაღაცნაირად სულ დაყვებოდა ეს ფიქრი, რომ რაღაცა ისი არაა, როგორც უნდა იყოს. და აი ეს რაღაცა ისი არაა, ზუსტად აცხადდება ცოტა ხანში. ჩადიან ძმები და 10 ძმა წავა, თავიანთი ჭურჭლით, ალბათ შესაბამისი ტრანსპორტით, რა სატრანსპორტო საშუალებაც მაშინ იყო, აკლიმები, ალბათ ცხენებით, ჯორებით ჩადიან და უნდა იყიდონ, უნდა მიაქვთ შესაბამისი ვერცხლი იმისათვის, რომ შეიძინონ ეს პროდუქტი. აი ამ პირველივე შეხვედრაზე მიდის იქ იოსები და ნახულობს მათ.
რა თქმა უნდა ის ეგვიპტურად მეტყველებდა, მათ ისინი ვერ მიხვდებოდნენ ამას. და ისიც რომ თვითონ კი იცნო თავისი ძმები, მაგრამ ისინი ვერ იცნობდნენ მას, ვერც კი წარმოვიდგენდნენ ისინი, რომ ასეთი სასწაული შეიძლება მომხდარიყო, რომ მათ ცოცხალიც კი არ ეგონათ იოსები, ამას ხშირად იტყვიან მერე, რომ ცოცხალი არ ეგონათ იგი, იმიტომ რომ და ასეთ დიდებაში ასული ადამიანი ეგვიპტიდან წაყვანილი ყრმა, ახალგაზრდა ბიჭი როგორ მიაღწევდა ამ სიმაღლეს, მათთვის ეს გამოუთქმელი და წარმოუდგენელი იყო. ვერ გააცნობიერებდნენ ამას ვერასდროს. მათ დაუტვირთეს, მან შუამავლის მეშვეობით გამოკითხა საიდან იყვნენ, ვინ იყვნენ. მათ ყველაფერი მოახსენეს, რომ ყავდათ მოხუცი მამა, ყავდათ უმცროსი ძმა და ისიც თქვეს, რომ მათ ყავდათ კიდევ უმცროსი ძმა, რომელიც ხეცმად შეჭამა და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა ამას ყველაფერს იოსები იმახსოვრებს და როდესაც ისინი წავიდნენ მათ თავიანთივე ვეცხლი ისევ ტომრებში ჩაუდეს რითიც იყვნენ ჩამოსულები ანუ ხორბალთან ერთად და დაადევა მდევარი და დაიჭირეს ისინი შუაგზაზე და უთხრეს რომ თქვენო მოიპარეთო ესო იმიტომ რომ ვეცხლიო თქვენსავე იფიცებოდნენ ისინი იკლავდნენ თავს რომ არა ჩვენ ასეთი რამე არ გვიქნია მაგრამ იოსები ჯიუტობს ეს 10 ძმის ჩამოსვლა ჯერ პირველი სიზმრის აღსრულებაა მისი. ანუ როდესაც 10 ძნა თაყვანისცემდა მას. ის თივის ძნებზე არის საუბარი, როდესაც მან პირველი სიზმარი ნახა, მაგრამ მეორე სიზმარში მას თაყვანი უნდა სცეს 11 ძნამ. და მათთან ერთად შემდეგ მეორე სიზმარში მზემდა მთვარემაც, ვარსკვლავებმაც. ეს ჯერ არ დამდგარა, ამიტომაც ის ჯიუტობს, ეუბნება რომ თქვენ მსტოვრები ხართ, იმიტომ ჩამოხვედით რომ აქ რაც პოლიტიკური დატვირთვა საძლევს ამას ყველაფერს და ეუბნება რომ წადითო ახლა თქვენო და ჩამოიყვანეთ უმცროსი ძმაც ბენიამინიცო. და მძევლად იტოვებს სიმეონს. ისინი ეუბნებიან რომ მამა არ დათანხმდება ამას. იუდას აქვს საოცარი სიტყვა, ნათქვამი აქ ჩანს ძალიან კარგად, ძნობიარე სიტყვა ძალიან, ისე ეუბნება რომ ბენიამინი რომ ჩამოვიყვანოთ და მამა ბენიამინის გარეშე დარჩეს, ჩვენ ფაქტიურად მამის სიკვდილს უნდა უყუროთ თვალებში. და ის ვეღარ შეეგუება ჯერ იოსების დაკარგვას, შემდეგ ბენიამინის დაკარგვას, ამიტომაც ისინი შეუძლებლად მიიჩნევენ. სიმეონს იმიტომ დაიტოვებს, რომ აქაც ეფრემასური გვეხმარება ამ ადგილის განმარტებაში ის ამბობს, რომ როდესაც ჩავიდოდნენ ესენიო სიმეონის ცოლი და შვილები მივიდოდნენ იაკობთან და ეტყოდნენ, კაცო ჩვენ რა დავაშავეთ, ჩვენი ქმარიო იქ დარჩა, ახლა მამა აღარ ყოლსო ჩვენო და იქნება რამენაირად გადაწყვიტო რომ ბენიამინიც გაუშვაო იქ. მართლაც ასე მოხდება, გონი ძალიან წვრილმანდები თუ საჭიროა და ის ძალიან განიცდის ამას, მაგრამ სიმეონს მაინც დაიტოვებს. მამები ამბობენ რომ მათ დასანახად დაადო მას ხელზე ბორკილები სინამდვილეში, როდესაც ისინი წასული იყვნენ, ის ჩვეულებრივ თავისუფალი იყო ამ დროის განმავლობაში. მიდიან ისინი და ჩადიან და ეუბნებიან მამას და ასე და ასეა ჩვენი საქმე, სიმონი დაიტოვა მან მძევლად, ჩვენ გამოგვიშვა, მაგრამ გარდაუვალია ის პური განარამდე ხანს ეყოფოდა, აუცილებლად დადგება ისევ შიმშილის წინაშე დადგებიან ისინი. ამიტომაც აი ამ დროის განმავლობაში სანამ მათ პური ჰქონდათ, როგორც ჩანს, მიდიოდა იაკობზე ზეწოლა, რომ გაეშვა ბენიამინი. და იაკობი იძულებული ხდება რომ გაუშვას ბენიამინიც და ჩადიან ისინი ყველა ერთად და იქ ხვდებათ სიმეონიც. აქაც კიდევ იგივე ისტორია მეორდება. სუფრას გააშლევინებს იოსები და ერთ სუფრაზე თვითონ დაბრძანდება თავის ოჯახის წევრებთან ერთად. მეუღლესთან და შვილებთან ერთად. პატარა შვილები ყავს მაშინ. მეორე სუფრაზე დაჯდებიან
ეგვიპტელი დიდებულები, ნახეთ როგორი განსხვავება იყო მათ წარმომავლობასთან და აი ამ სტატუსთან დაკავშირებით, რომ იოსები არ ჯდება ყველასთან ერთად, ის ცალკე ჯდება, ის ყველაზე აღმატებულია, ის ყველაზე დიდია მათ შორის, თვით ქურუმებზე დიდიც არის ის, მით უმეტეს რომ მას ქურუმის ქალიშვილი ყავს ცოლად და ქურუმთა კასტა კიდევ უფრო პრივილეგირებული იყო. ისინი თურმე გადასახადს არ იხდიდნენ, მათ ისე აძლევდნენ პურს. იმდენად დიდი იყო გავლენა, ქურუმთა გავლენა ეგვიპტეში სახელმწიფოზე. და თავისი მაგიდიდან 5 წილ სადილს გაუგზავნისო ბენიამინს. ანუ ბენიამინის მიმართ აქვს განსაკუთრებული ტოლო ამას, რომ მისი ჩახუტება უნდა, მასთან უნდა ახლოს მივიდეს და ჯერ ვერ უტყდება მათ ამაში ყველაფერში და აი ამ სადილის გაგზავნით გამოხატავს თავის დამოკიდებულებას, ერთიო თავისი განაგზავნი იყო ეს სუფრა, მეორე მისი ცოლისგან, ასინეთისგან და ორი კიდევ თავისი შვილებისაგან. ანუ ასეთი პატივით მიიღო საკუთარი ღვიძლი ძმა. და ხდება ისევ იგივე, ისინი მიდიან და რაღაც თასს, ამაზე შორს წაგვიყვანს ეს თემა, რაღაც თასს, რომელიც სახლში ინახებოდა, ამ თასს ჩაუდებენ ბენიამინს იმ ტვირთში, სადაც ბენიამინის ტვირთი იყო. და ისევ დაიჭერენ მათ მდევრები და ისევ დააბრუნებენ უკან. უფროსი ძმით დაიწყესო ტვირთის გაჩხრეკა და ეფრემასური გვეხმარება ისევ ამბობს, რომ პირველის ბარგი გასინჯეს, შვებით ამოისუნთქეს მეორესი. იუდა გამოვიდა და ამბობს, ჩემით დაიწყეთო, ჩემითო, ჩვენ არაფერი არ მოგვიპარიაო. თანხაც ისევ იქ იყო უკან დაბრუნებული. საოცარია, რომ ისინი ვერ ხვდებიან, რა ხდება და როგორ ხდება. და აღმოჩნდება, რომ ბენიამინის ტვირთში აღმოჩნდება ის ბარძიმი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის აუცილებლად მონობაში უნდა დარჩენილიყო ეგვიპტეში. და აი აქ მიდის, აი ეს რაზეც თქვენ ყველაზე მეტად ინტერესდებით ქალბატონო მარინამ, როგორ გზნებარე სიტყვებს წარმოთქვენ ისინი და ერთმანეთს არაცდიან ლაპარაკს ეუბნებიან, რომ არავითარ შემთხვევაში ბენიამინის აქ დატოვება არ იქნება. ბენიამინი თუ არ წავიყვანეთ, ჩვენ ყველანი აქ უნდა დავრჩეთ. სამუდამო მონობას პირდებიან. იოსებს ოღონდაც ბენიამინი გაუშვი და ეს გახდება მამის სიკვდილის მიზეზი. ანუ ეს მათი სინანულია, მამა. სინანულია, რა თქმა უნდა. კარგია რომ შემახსენეთ. როდესაც ისინი დააპატიმრეს, იოსები უსმენდა მათ ებრაულ საუბარს და ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ აი ამ ცოდვის გამო ვისჯებითო თავის დროზეო, ჩვენ რო ჩვენი ძმა გავყიდეთო და მამას რო ასეთი ტკივილი მივაყენეთო. წმინდა მამები ამასაც ამბობენ, რომ ეს ერთგვარი აღსარება იყო მათი მხრიდან, ამისი მოსმენა უნდოდა იოსებს, რომ მათში გაიღვიძა თუ არა იმ სინანულმა, რომელიც სინანულიც მათ უნდა დაუფლებოდათ აუცილებლად და ეს ნახა. და როდესაც ეს ყველაფერი ნახა, ვეღარ შეიკავა იოსებმა თავი, ან აქამდე როგორ იკავებდა თავს და ასეთი სიტყვები უთხრა, ცოცხალღაა მამაი ჩემიო. მამა ჩვენი კი არ უთხრა, მამაი ჩემი, საკუთარ მამად აღიქვამდა ყოველთვის მას. და რა თქმა უნდა იქ იყო და წმინდა წერილში რამდენიმე ადგილას არის სიხარულის ცრემლები და აი ეს სიხარულის ცრემლები იყო მათში, გაიხარეს ძალიან. ნუ რა თქმა უნდა შეთანხმდნენ ყველაფერზე, რომ აუცილებლად ჩავლენ ისინი ქანაანში და მამასაც ჩამოიყვანენ იქ, შეუთვლის, რომ ეს შიმშილობა გაგრძელდება კიდევ 5 წელი. ამიტომ თქვენ აუცილებლად მოგიწევთ აქეთ ჩამოსვლა, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ გადარჩებით და მას უნდა რომ თავისი ოჯახი მასთან ახლოს ერთად იყვნენ ისინი. იაკობსო
გაიხსნა თავიდან ჭრილობები, რაც მას თავის დროზე მიაყენეს საკუთარმა შვილებმა. როგორ დატუქსა ეს არჩენს წმინდა წერილიდან, დატუქსავდა აუცილებლად, რა თქმა უნდა, გაუწყრებოდა ამის გამო. და წარმოიტრა ისრაელი, ასე წერია მცხეთურ ხელნაწერში, იძულებულია, მაგრამ ამას ამ გადაწყვეტილებას მაინც უფრთხის იაკობს ეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, იმიტომ რომ არ მოხდეს ებრაელი ერის ასიმილაცია სხვა ხალხთან. აი ეს ასიმილაციის საფრთხე ასე წითელ ხაზად დაყვება სულ მის ცხოვრებას, რომ ეშინია სხვა ხალხთან ერთად ცხოვრება, იმიტომ რომ ეს შეიძლება გახდეს ამ ერის გადაგვარების მიზეზი. ის ჩამოდის ქებრონში, სადაც მსხვერპლშეწირვას აღასრულებს და იქ მიიღებს ის გამოცხადებას. აი აქ გამოცხადებაა და იქ სიზმარი იყო. გამოცხადებას მიიღებს ღვთისაგან, რომ ნუგეშინია შთასვლად ეგვიპტეთ. ეს სიტყვები იქნება იოსებთან დამწიდველთანაც ნათქვამი, ის უნდა ჩავიდეს და აქვე ეტყვის, რომ 400 წელი მოუწევთ მათი ყოფნა. ეს შეიძლება შემაშფოთებელი ყოფილიყო იაკობისათვის, მაგრამ როგორც ჩანს, სხვა გამოსავალი არ ჩანდა, ის უნდა დათანხმებულიყო ამას და ის უნდა ჩასულიყო იქ. და მართლაც თავის სახლეულთან ერთად სულ 70 ადამიანზე არის საუბარი, როგორც ჩანს, ესენი არიან რძლები, ოჯახის წევრები და ბავშვები ალბათ. შესაძლებელია ქალები წერია იქ, მაგრამ მას ჩვენ როგორც ვიცით წმინდა წერილიდან დინას მეტი ქალიშვილი არ ყავდა, მაგრამ წმინდა მამები იმასაც ამბობენ, რომ კი უნდა ყოლოდა მას ქალიშვილებიც, რადგანაც დინას ფრაგმენტია საინტერესო ბიბლიაში და ამიტომ ბიბლიამ ის გამოაჩინა, ასე ვთქვათ, და გააცნო მისი პიროვნება დანარჩენებთან, როგორც ჩანს, არაფერი ისეთი არ მომხდარა და ამიტომაც წმინდა წერილი მათთან დაკავშირებით სამწუხაროდ არაფერს ამბობს. ისე საინტერესოა, დინას ვანურად გოგოს ნიშნავს და რა უცნაური კავშირები გვაქვს ჩვენ ამ ძველ აღთქმასთან და საერთოდ ამ ისტორიებთან. საოცარი მოსასმენია მამა, არ ვიცი. დიდი სიამოვნებით გისმენთ. დიახ. ჩადის ის ეგვიპტეში, მე როგორც წინა გადაცემაშიც თქვი, მგონი, უმოკლესი გზა არის ბერშებას მხრიდან, დღეს უკიდურესი სამხრეთია, მკვდარი ზღვის მიმდებარედ. აქედან სულ რამდენიმე დღიანი ფეხით სამოვლო გზა არის და ჩადიხარ ეგვიპტეში, ასაზღვართან ახლოსაა. აი ამ გზით ჩადიან ისინი ეგვიპტეში და მოხდება პირველი შეხვედრა მამასა და შვილს შორის. ანუ გასულია დაახლოებით 20 წელი მას შემდეგ, რაც იოსები დაკარგულია და მამაშვილის შეხვედრა საოცარი ემოციებით არის ისახსავსე. აი როგორც ესეთი დრამატულია მათი ცხოვრება, ასეთივე საოცარი სცენით არის ისახწერილი წმინდა წერილში და უნდა შეხვდეს იაკობი ფარაონს. ჯერ 5 ძმას წაიყვანს იოსები და შეახვედრებს ფარაონს. იაკობის შეხვედრას აქვს განსაზღვრელი მნიშვნელობა და ამას ქვემოთ გეტყვით. როდესაც ის ფარაონს შეხვდება, არ არის ტექსტში სხვათა შორის რა თემებზე ისაუბრეს მათ. მოიკითხა და დალოცაო, აკურთხაო იაკობმა ფარაონი. ეს ცოტა ესეთ ასრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეს იუდეველია, ეს წარმართია. სადაცო ის შედიოდაო, მამამთავარიო, ის ყოველთვის იკურთხებოდა ის ადგილი და ამიტომაც მან ეს სიტყვები წარმოთქვა, აკურთხა, ფარაონმა კი არ აკურთხა, მან აკურთხა, იოსებმა აკურთხა, ანუ უპირატესი აკურთხებს, ხო? ალბათ ეს შეხვედრაც სწორედ ამას გულისხმობდა. ფარაონი ეკითხება, რომ რამდენი წლის არის და ის პასუხობს, რომ
დღენი მსხემობისა ჩემისანი ქვეყანასაზე და არიან 130 წელი. და ამავდროულად ამბობს, რომ ეს წლები არის ტანჯვის და ტკივილის წლები. რატო ამბობს ამას მამამთავარი? იმიტომ რომ მართლაც რთული ცხოვრება ჰქონდა მას, ურთულესი ცხოვრება გაიარა, ჯერ ახალგაზრდობაშივე დევნულება, შემდეგ ლაბანთან მოსამსახურედ ყოფნა, იქ დაოჯახება, იქიდან წამოსვლა და ესავთან ანგარიშის სწორება. შემდეგ ეს წლები, რა თქმა უნდა, სხვათა შორის მრავალნებული იობი ამბობს, რომ კაცი იბადება სალმობისათვის. ანუ ტანჯვისათვის იბადება ადამიანი. და ეს იყო ფაქტიურად მათი საუბრის თემა და მთავარი არსებითი სად უნდა იცხოვროს ებრაელმა ერმა, ანუ ისრაელმა, როგორც საზოგადო სახელი არის ებრაელი ერის, იაკობის სახელი იყო ისრაელი. არ ჩანს წმინდა წერილში ეს როგორ ითათბირეს, სად ითათბირეს მამაშვილმა. მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ირჩევენ განცალკევებულ ადგილს. ასეთი ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილია მდინარე ნილოსის ჩრდილო-აღმოსავლეთით, აი უფრო ახლოს არაბეთის ნახევარკუნძულისკენ, ეს არის გესემის მხარე. ნილოს ძალიან ბევრი შენაკადები აქვს და ამიტომაც ის ნაწილი, რომელზედაც ჩვენ საუბრობთ, არის ძალიან მოსავლიანი ნაწილი და რაც თავარია არ გამოგვრჩეს. ისინი ეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ მესაქონლელი, ცხოვართა მწყემს არის ჩვენი საქმეო, ესეც შეგნებულად გააკეთეს ეგვიპტელებისთვის ისეთი საქონელი, რომელსაც ისინი მოაშენებდნენ და კლავდნენ, იმათთვის წმინდა თითლებოდა. ამიტომაც ესეთი ცნობაც კი წავიკითხე, რომ ეგვიპტელების მენიუში საერთოდ ხორცი არ იყო. იმიტომ რომ არ ჭამდნენ აი ამ ცხოველების ხორცს, რომელიც ებრაელებისთვის, ასე ვთქვათ, შესაძირად გამოიყენებოდა. ამიტომაც ეს კიდევ და კიდევ იმისათვის, როგორც წეღან თქვით, რომ არ მოხდეს ასიმილაცია მათი, ცალკე დასახლდნენ და მათ თავიანთი აი ეს თვითყოფადობა, თავისი რჯული, რელიგია შეინარჩუნონ და შეინახონ პირწმინდად და რაც თავარი არ შეიქმნას შერეული ოჯახები. აი ამ შერეული ოჯახების შიში ქონდა სულ დაყვებოდა ასე აჩრდილივით იაკობს და არა მხოლოდ იაკობს, აი ჩვენ გავიხსენოთ მაგალითი, როდესაც ა ブラ ამი აგზავნის ელიაზარს თავის მსახურს შუამდინარეთში იმისათვის, რომ ისააკს ცოლი იქიდან ჩამოუყვანოს და მას დააფიცებს, რომ აუცილებლად იქიდან უნდა ჩამოიყვანოს ცოლი. აქაც აი ეს საფრთხე თან დაყვება მას და ცდილობს, რომ გარიდებული იყოს ეგვიპტურ ამავოებას და ცალკე იცხოვროს მისმა ოჯახმა. ესეც შესრულდება, რა თქმა უნდა, ისინი ცალკე დასახლდებიან და დაგვრჩა ფაქტიურად იაკობის გარდაცვალება. იაკობი არის, როგორც გითხარით, 130 წლის, როდესაც ჩადის ის ეგვიპტეში და 17 წელი ცხოვრობს ის ამის შემდეგ 157 წლის გარდაიცვალება. იქ ეტყვის ფარაონს, რომ ჩემიო წინაპრები უფრო დღეგრძელები იყვნენო. ის გულისხმობდა თავის მამას ისააკს და ა ブラ ამს. ა ブラ ამი 175 წლის გარდაიცვალა, ისააკი 175 წლის. როგორც ჩანს, დღეგრძელობაში ჩამორჩა იაკობი თავის დიდ წინაპრებს და დადგება მისი გარდაცვალების ჟამი. ამ დროს, რა თქმა უნდა, ეს შიმშილობის წლებიც დამთავრებულია, ეგვიპტე ძალიან ძლიერი ქვეყანა გახდა. აი ამ იოსების რეფორმამ, ასე პირობითად ასე დავარქვათ, ძალიან დიდი დოვლათი დააგროვა ეგვიპტეში. წარმოიდგინეთ, რამდენი ქვეყანა ვაჭრობდა მაშინ და რამდენი ქვეყანას შექონდა შენატანი მათ სალაროში იმისათვის, რომ ელემენტარულად თავი გადაერჩინათ მათ. ამიტომ იოსები
კიდევ უფრო დაფასდა როგორც ჩანს და მის დიდებას შეიძლება ითქვას საზღვარი არ ქონდა ისეთი პატივცემული იყო ის ეგვიპტელთა მხრიდან, რადგანაც ქვეყანაც გადაარჩინა და უბრალოდ მიწები, რომლებიც სხვადასხვა ფიზიკური პირების ხელში იყო, სულ ყველა ხელისუფლების სახელმწიფოს ფონდში შევიდა, იმიტომ რომ მათ ფული არ ჰქონდათ გადაეხადათ და შესაბამისად ისინი მიწასდებდნენ იმისათვის, რომ ხორბალი მიეღოთ და რამენაირად თავი გადაერჩინათ. იაკობი დასნეულდა და შეუთვალა იოსებს, რომ ისულიყო მასთან და ენახა, როგორც ჩანს იოსები სახელმწიფოებრივი საქმეებით არის დაკავებული, სადაც მისი ოჯახი და მისი მამა ცხოვრობს, იქ ისინი ახლოს არ არის მათთან და მიდის იქ იოსები და მიყავს თავისი შვილები, მანასე და ეფრემი. და სხვა შვილებიც დალოცა, ესეც ვრცელი თემაა, ამ გადაცემაში ვერ ჩავტევთ ამას და უნდა დალოცოს ეფრემი და მანასე. აქ საინტერესო რამ ხდება, ეფრემს და მანასეს ის იშვილებს. ანუ იოსების ნაცვლად ორი ტომი დაემატება ებრაელ ერს, ეფრემი და მანასე. ამას თუ გავაგრძელეთ ეს ციკლი, შემდეგ გეტყვით ეს ისრაელში დამკვიდრებისთვის ჭირდებოდა, რომ 12 ტომი უნდა ყოფილიყო აუცილებლად. და როგორც გითხარით, ეს მშობის პატივით სარგებლობდა მანასე. მანასე იყო უფროსი, ეფრემი უმცროსი. როდესაც მიიყვანა მამასთან, მამას მაშინ უკვე თვალის ჩინი დაკარგული ჰქონდა, ის კარგად ვერ ხედავდა. თუ საერთოდაც ვერ ხედავდა. და ისე დააყენა, რომ მარჯვენა ხელი დაედო მანასესთვის და მარცხენა ხელი დაედო ეფრემისთვის. და შესაბამისად წინ ისე დაუყენა შვილები. და იაკობმა ხელები გადააჯვარედინა და მარჯვენა ხელი დაადო ეფრემს და მარცხენა მანასეს. და შეუსწორა იოსებმა და უთხრა, რომ არაო, ეს მარცხენა აქეთ ადგასო, ხო და არაო, ასიაო საჭიროა უთხრა. როგორც თვითონ გამოირჩია თავის შვილებში იოსები და განსაკუთრებული პატივი ჰქონდა მას, ასე იაკობმა გამოირჩია ახლა მისი შვილები და ეფრემს დაადო ხელი თავზე. და წარმოთქვა შესაბამისი ლოცვა, კურთხევა და დალოცვა და უსურვა მათ მომავალი და როდესაც სანამ გარდაიცვლებოდა ის ეუბნება იოსებს, რომ უნდა დაიფიცოს იოსებმა მის წინაშე, რომ მის ნეშტს აუცილებლად დააბრუნებს იქ, სადაც არის მამათა საძვალე, იქ სადაც აბრაამი ისააკი განისვენებს. ეს არის მაჰპელას მღვიმე, მამბრეს მუხასთან, ეს იყო ერთადერთი, ასე ვთქვათ, პირობითი საკუთრება, თუ შეიძლება ასე ითქვას, ებრაელებისათვის. ამიტომაც არის, რომ ისინი, როდესაც ის ფარაონთან მიდის, ეუბნება, რომ სხემობისაც შემისანი, ანუ მდგმურობისაც შემისანი არის, ის არსად არ მიიჩნევს თავის საცხოვრებლად კონკრეტულ რომელიმე ადგილს. ის ამბობს, რომ ის არის მდგმური. უფრო სხვა ტერმინიც არის გამოყენებული, გერათ არის იგი ჩასული ეგვიპტეში. უკლეთ აი ასე და ესეთი საოცარი წესია, რამდენჯერმე იქნა წმინდა წერილში გამოყენებული, ეს წესი გამოიყენა თავის დროზე ელიაზართან მიმართებაში, მამამთავარმა აბრაამმა და ესეც საზარდულს ქვეშ უნდა დაედო ხელი და ასე უნდა ეთქვა სიტყვები, რომ ის მამის თხოვნას აუცილებლად შეასრულებდა და მართლაც, როდესაც 40 დღიანი გლოვა იქნება ეგვიპტეში, არა თუ გესემის მხარეს, სადაც ებრაელები ცხოვრობენ, არამედ მთლიანად ეგვიპტეში იქნება იმდენად დიდი იყო რეზონანსი და გავლენა მამამთავარის, რომ მის გამო 40 დღე იყო გლოვა, მუმიფიცირებას გაუკეთებენ მას შესაბამის და შემდეგ მას გადმოასვენებენ უკვე მოსას დროს. არა, თვითონ იოსები გადმოასვენებს თვითონ ფარაონმა მოხერხებულობა გამოიჩინა, როდესაც პროცესია დაიძრა, მან ქალები და ბავშვები დაიტოვა იქ და მხოლოდ კაცები გაუშვა, ასე ვთქვათ, გასვენებაში. ალბათ იმიტომ, რომ ეს შიში რაღაც ის, რომ ისინი შესაძლებელია დაბრუნებულიყვნენ ისევ თავიანთ ქვეყანაში და
ეს დოვლათი, რომელიც მოდიოდა იოსებისა გამო ამ ქვეყანაში, შეიძლება ეს ყველაფერი დაეკარგათ. ამიტომაც როგორ ფრთხილობს ფარაონი, რომ მათ არ უშვებს ყველას ერთად, მხოლოდ ნაწილს, ასე ვთქვათ, პროცესის ნაწილს გამოუშვებს ის სამგლოვიაროდ და შემდეგ ისინი ისევ დაბრუნდებიან. რაღაც გატყობთ გალბატონო მარია, რომ თავდება ჩვენი გადაცემა. მართლაც საოცარი იყო და აბსოლუტურად ახლებურად დავინახე ყველაფერი, განმიახლდა და ძალიან ისეთი ემოცია მაქვს, რომ ალბათ ვერც აღწერთ. ცოტა ცრემლებამდეც კი მივედი ზოგჯერ უყვებოდი და ემოციურად ძნელია მისი მოსვლა. ხო, და იგივე ის მამაშვილობა და ის პატივისცემა, რაც იოსებს აქ მამის მიმართ საოცრება მართლაც და ალბათ მერთმა მოგმადლობს ჩვენს მსგავსი პატივისცემა მშობლების მიმართ და აუცილებლად გავაგრძელოთ. აქვე მინდა რომ შეგიპიროთ, რომ ეს არ შეიძლება არ გაგრძელდეს, იმიტომ რომ ალბათ ძალიან ბევრმა შეიძლება წაიკითხოს, მაგრამ ის სიღრმე და განმარტებები უკვე ამასთან წვდომა, ამიტომ ზერისკაც ნაკლებად აქვს და მადლობა მობრძანებისთვის. კიდევ გელოდები თუ ახლოს მომავალში. მე კი შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.